ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო უფლებამოსილია განაცხადოს, რომ საქართველოს სახელმწიფო დროშა არასოდეს წარმოადგენდა რომელიმე პარტიის ან პიროვნების კუთვნილებას, მიუხედავად პიროვნების ან პარტიის ღვაწლისა დროშის დამტკიცების პროცესში. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 20 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოდან დაიწყო მუშაობა სახელმწიფო სიმბოლოებზე. 80-იან წლებში შეიქმნა და მოქმედებდა რამდენიმე სახელმწიფო კომისია, რომლის შემადგენლობაში აქტიურად მუშაობდა სამეცნიერო წრეებისა და ხელოვნების დარგის ათეულობით მოღვაწე, სადაც განიხილებოდა სახელმწიფო დროშის საკითხი. 80-იანი წლებში ჩვენს მიერ საქართველოს და ევროპაში სხვადასხვა ქვეყნების არქივებსა და მუზეუმებში მოძიებული იქნა არაერთი დოკუმენტური წყარო და სხვადასხვა სახის მასალა საქართველოს ისტორიულად არსებული დროშების შესახებ. 1999 წლის 9 ივნისს პარლამენტმა მიიღო დადგენილება ისტორიული სიმბოლიკის აღდგენის შესახებ, რომელიც განხორციელდა 2004 წლის 14 იანვარს. აქედან გამომდინარე, დღეს არსებული სახელმწიფო დროშა მრავალწლიანი დისკუსიისა და საჯარო განხილვების შედეგად არის ჩამოყალიბებული, რომელიც ბოლოს საქართველოს კანონმდებლობით დარეგულირდა. უკანასკნელ დროს, კერძოდ 2012-2013 წლებში ფიქსირდება პარტიული დროშების ადმინისტრაციულ შენობაზე გამოფენის ფაქტები, რაც ყოველად დაუშვებელია. ეს იმის შედეგია, რომ საქართველოში არ არის ჩამოყალიბებული კანონმდებლობა სახელმწიფო სიმბოლიკის გამოყენების შესახებ. აქვე აღნიშნავთ, რომ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოში შემუშავებულია დადგენილების პროექტი, რომელიც არეგულირებს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების არეალს და წესებს. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან, რათა სახელმწიფო სიმბოლოების სწორად გამოყენების წესები საბოლოოდ ჩამოყალიბდეს და დარეგულირდეს შესაბამისი სამართლებრივი აქტით, როგორც ეს მიღებულია მსოფლიოს ცივილიზებულ ქვეყნებში. კანონმდებლობაში უნდა იყოს ჩამოყალიბებული დროშის გამოყენების წესი, აუცილებლად. ჯერჯერობით ეს არ არის ბოლომდე დახვეწილი ეს კანონი. ბატონო? ჩვენ გვაქვს წინადადებები შემუშავებული, რომელიც უნდა მიიღოს პარლამენტმა თავისთავად გასაგებია, რომ ეს ყველაფერი საბოლოო კანონით იყოს ჩამოყალიბებული. კი, რა თქმა უნდა. კი, რა თქმა უნდა. ამიტომ არის დღეს არეულობა და იცით თქვენ, რომ პრეზიდენტის სასახლეზე გამოფენილი იყო 4 გულიანი დროშა, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია. წარმოიდგინეთ, რომ თეთრ სახლზე იყო გამოფენილი რაღაც სხვა დროშა და ამერიკის დროშა არის. იქ სადაც პრეზიდენტი არის, მთავრობა არის და სხვა სახელმწიფო სტრუქტურები არის, უნდა იყოს სახელმწიფო დროშა და სხვა არაფერი. და რაც ეხება პარტიულ დროშებს, იქ სადაც მათი შტაბია თუ არის ორგანიზაცია, იქ შეიძლება იმათ გამოიყენოს. დემონსტრაციაზე თუ აკეთებენ ამას, ან მანიფესტაციაზე გამოიყენებენ. მაგრამ სახელმწიფო შენობაზე, იქ სადაც პრეზიდენტია, სადაც პრემიერ-მინისტრია, სადაც მინისტრები არიან, იქ უნდა იყოს აუცილებლად სახელმწიფო დროშა. აი ეს არის თავი. მას საკითხებზე ელაპარაკეს ბატონი მამუკა გონგაძე. ბატონო. არა, კითხავს შემიძლია უპასუხო. ბატონო. რაც ეხება დროშების გამოყენების წესებს, ეთელი აცხოვოთ.
კანონის დონეზე ჩვენთან დარეგულირებული არის დროშის კანონი, არის სახელმწიფო გერბის კანონი, მაგრამ არსებობს კიდევ უფრო კონკრეტული გამოყენების წესები. ჩვენ გავეცანით რამოდენიმე ქვეყნის ქონდა მათთან ურთიერთობები, ძალიან მკაცრად არის, იგივე ჩეხეთში, დიდ ბრიტანეთში, სხვა ევროპულ ქვეყნებში და ანალოგიურად ჩვენთანაც უნდა იქნას ეს დანერგილი. ვინაიდან აი თვითონ გამოფენის წესს აქვს მნიშვნელობა, ჩვენ წამოღებული გვაქვს ის სქემები თუ როგორ უნდა იქნას გამოფენილი, მაგალითსაც გეტყვით, რომ ჩვენთან ხშირად უმრავლეს შემთხვევაში წარმომდგენიდან მარჯვენა მხარეს გამოფენილი არის ევროპის დროშა, რაც არ არის სწორი, ყოველთვის უნდა იყოს მარცხენა მხარეს წარმოდგენილი, ანუ მეორე დროშა უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში ეს გამოწვეულია ესეთი ლაფსუსები, ესეთი სიტუაცია გამოწვეულია იმით, რომ არ არის თუნდაც დებულების დონეზე დამტკიცებული დროშების გამოყენების წესები. კანონში არის დარეგულირებული ზოგადად, ანუ სად უნდა იყოს გამოფენილი, მაგრამ როგორ უნდა იყოს გამოფენილი, ეს არის დამატებითი საკითხი. კი, რა თქმა უნდა, ეს ხელი ეტიკეტი არის, ეს ეტიკეტის სახე ეტიკეტიდან გამომდინარეობს და იქ არის განსაზღვრული პირველი, მეორე, მესამე დროშა, სად შეიძლება რომელი დროშის გამოყენება და ასე შემდეგ. პარტიული დროშების გამოყენება საქართველოში რამოდენიმე ხნის მანძილზე გრძელდებოდა. ეს იყო იგივე საკრებულობის შენობებზე და ასე შემდეგ და ეს რა თქმა უნდა ეხლა ეს კანონდარღვევად ესე არ ფიქსირდება ჩვენთან სადმე რომ ეს თითქოს კანონდარღვევა, მაგრამ თვითონ დროშის გამოყენების ელემენტარული წესებში რა თქმა უნდა ადმინისტრაციას უნდა ქონდეს ადმინისტრაციული დროშა გამოყენილი, რომ პარტიას თავის პარტიულ ოფისზე. სამწუხაროდ ესეთი ორგანო არ არსებობს, არსებობს ჩვენ რომელსაც გვაქვს ხოლმე სარეკომენდაციო უფლებები და ჩვენ ამ უფლებებს ვიყენებთ. რამოდენიმეჯერ იყო ჩვენს მიერ წარდგენილი რაღაც ნაწილი თქვათ მუნიციპალური სიმბოლიკის გამოყენების წესები ჩვენს მიერ იქნა შეტანილი და თავის დროზე დამტკიცებული და დღეს ესე გამოიყენება მუნიციპალიტეტებში ეს სიმბოლოები. საკმაოდ კარგად ამაში გვეხმარებიან უცხოელებიც, მათი კონსულტაციებით ხდება ამის გაკეთება. ეს პრინციპში გამოწვეულია იმით, რომ სახელმწიფოებრიობა, აი ეს ამის ეტიკეტი ჩვენთან დავიწყებული არის და ამას სჭირდება დანერგვა, მუშაობა და განვითარება. აი ჩვენი განცხადებაში ზუსტად ეს არის ჩვენი განცხადების ერთ-ერთი მთავარი მესეჯი, რომ ეს არ ყოფილა არასოდეს ნაციონალური მოძრაობის პარტიული დროშა. ეს იყო საქართველოს დამტკიცდა როგორც საქართველოს სახელმწიფო დროშა. რა თქმა უნდა, სხვაობები არსებობდა, ხო, ჯვრებში, მაგრამ არც ნაციონალური მოძრაობის პარტიული დროშა ის დამტკიცებული და იუსტიციის სამინისტროში გატარებული არ ყოფილა, ვინაიდან ამ დროშაზე მუშაობა მიდის 90-იანი წლების დასაწყისიდან. სხვადასხვა სახით, სხვადასხვა პროპორციებით ის მუდმივად ფიქსირდებოდა. ხოლო ბოლოს საკრებულოს დროშად იქნა ჩამოყალიბებული აი იმ სახით, რომელიც დღეს გვაქვს. იქ პატარა ცვლილებებიც მოხდა, ეგრეთ წოდებული ბოლნურ-კაცხური ჯვრები იქნა გამოყენებული, თუმცა შესაძლებელი იყო ყოფილიყო სწორი ჯვარი, რომელიც ვთქვათ უფრო ლეგიტიმური იქნებოდა, უფრო სამართალმემკვიდრეობითობას გამოხატავდა, ვინაიდან ძველ რუკებზე იმ მასალაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ, რომელიც ბატონმა ელდარმა მოიპოვა კიდევ 95 წლიდან დაიწყო ევროპაში მოპოვება, იქ იყო სწორი ჯვრები გამოსახული. არა, ეს დროშა, რომელიც ჩვენ გვაქვს დღეს სახელმწიფო დროშა, ეს არასოდეს ყოფილა პარტიული დროშა. მე ამის თქმა მინდა. ხო, ეგ არის სამწუხარო ასოციაცია ჩვენი აზრით, იმიტომ რომ აი აქ არის მთელი ისტორია ჩვენს განცხადებაში, თუ როგორ იქნა ეს დროშა შექმნილი და მოპოვებული. რა თქმა უნდა, რევოლუციამ თავისი ის გამოიწვია, ესეთი შტაბიშილება დარჩახავს, თუმცა როგორც მე ვიცი, თვითონ პარტიაშიც, ნაციონალურ მოძრაობაშიც არ თვლიდნენ მას თავიანთ დროშად, მათ არ ვიცი რა დროშა ჰქონდათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს დროშა ყოველთვის იყო კონკურსში და კომისიაში წარდგენილი როგორც სახელმწიფო დროშა.
არა, ამდაგვარი რამ არსმენია, ალბათ მეცნიერთა წრეებში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, გარკვეულ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არსებობს ნოსტალგია ძველი დემოკრატიული საქართველოს დროშის მიმართ, მაგრამ კონკრეტულად ამ დროშის შეცვლაზე ჩვენ არ ყოფილა საუბარი, ეს ჩვენი კომპეტენცია არის, თუმცა ჩვენ რეკომენდაციებს ყველა შემთხვევაში მივცემთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს სახელმწიფო დროშა დღეს, რომელიც გვაქვს, არის ძალიან გამართული ვექსილოლოგიური თვალსაზრისით, სამართალმემკვიდრე იმ ძველი დროშისა, რომელიც ჰქონდა საქართველოს. მე დავამატებდი, ჩვენი დროშა არის უძველესი დროშა. ასეთი უძველესი დროშა თითქმის ახალ სახელმწიფოს არის. იმიტომ რომ პორტუგალები, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, არის მე-13 საუკუნის, არა? კი, პირველ დასაწყისი მე-13 საუკუნის. აქ პატარა მაგალითი გვაქვს წამოღებული, რომელიც შემდეგ შეგიძლიათ ნახოთ, მაგრამ ჩვენ საიტზე ყველა ეს წყარო გამოქვეყნებულია და შეგიძლიათ იქ მოიძიოთ ეს მასალები. რაც შეეხება დემოკრატიულ დროშას, დემოკრატიულ საქართველოს დროშას, ესე ჩვენი მონაპოვარია და ისტორიული ღირებულება აქვს.